სკოლა ანაბაზისისათვის მნიშვნელოვანი დღე არის ფესტივალი ტრადიციული დღესასწაული სასწაულ ბავშვებთან ერთად. სკოლის მთავარი დანიშნულება მიგვაჩნია არის არა მარტო ცოდნის მიცემა, არამედ შემოქმედებითი უნარების განვითარებაც. სკოლა არის ის ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ფიქრს, ოცნებას, თავისი შესაძლებლობების რეალიზებას, პასუხისმგებლობას ერთმანეთთან, სწორ დამოკიდებულებას. დღევანდელმა დღემ ჩვენ გვაჩვენა თუ რამდენად ნიჭიერი, შემოქმედი, კრეატიული ბავშვები გვყავს. სკოლის სიმდიდრე კი სწორედ ასეთი ბავშვებია და ვფიქრობ, რომ სკოლა ანაბასისი მდიდარი სკოლაა, სკოლა ანაბასისი უკვე 30 წელია არსებობს. ამ არსებობის მანძილზე არაერთი თაობა გააცილა წარმატებული ცხოვრების გზაზე და იცვლება თაობები, იცვლება დრო, მაგრამ უცვლელი რჩება სკოლის მთავარი ღირებულებები. სკოლისათვის მთავარი არის თითეული მოსწავლის შესაძლებლობების სრული რეალიზება, მათი შესაძლებლობების სრული გამოვლენა, ასევე არა მარტო ცოდნის მიცემა, არამედ უსაფრთხო მშვიდობიანი გარემო შექმნა, სადაც მოსწავლეები დაცულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთ საინტერესო ღონისძიება ჰქონდა. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ ღონისძიებათა ჯაჭვის ერთ-ერთი საუკეთესო რგოლია. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის გალამაზებაში, ასეთი ლამაზი ემოციური ნომრების წარმოჩენაში, რომლის უკანაც დიდი შრომა, მონდომება და ემოცია იმალება. ანაბაზისში სასიამოვნო ტრადიციად დამკვიდრდა ყოველი სასწავლო წელი დავასრულოთ საბავშვო ფესტივალით, რომელსაც სიყვარულით უწოდეთ დღესასწაული სასწაულ ბავშვებთან. ჩვენ შევძელით ჩვენი ემოცია, ჩვენი სიხარული, ჩვენი განცდები მიგვეტანა სვენელამდე და გაგველამაზებინა ეს დღე. ფესტივალში მონაწილეობდა ანაბასისის ყველა კლასის მოსწავლე, რომლებმაც შეძლეს თავიანთი ემოცია, განცდა, სიყვარული მიეტანათ მსვენელამდე და ღმერთმა გიბრალოს ასეთი ბედნიერი და ლამაზი დღესასწაულები. არა მარტო ანაბასისში, მთელ საქართველოში და ყველას უსურვებ ბედნიერ მომავალს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ოვაციებით, იმ ემოციებით, რაც წამოვიდათ ამ საზოგადოებისგან. მე მადლობელი ვარ იმ ანაბასისელებისთვის, რომელთაც ჩადეს ულევის შრომა, ძალისხმევა იმისთვის, რომ აი ეს დღევანდელი ღონისძიება სისრულეში მოიყვანათ. მე წარმატებას უსურვებ ანაბასისელებს და კიდევ უამრავი წარმატების გზებზე გვენახოს ისინი. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ინოს სახელოსნოში, დავარქვი ინოს სახელოსნო, იმიტომ რომ ჩემი სახელი ესე ინამ ქვია, მაგრამ ინოს მეძახი ძალიან ბევრი, ამიტომ გადავწყვიტე მე ქვია სიმბოლურად ინოს სახელოსნო. ეს ადგილი ემსახურება შემდეგ მიზანს. მინდა რომ ადამიანებმა, არა მარტო ბავშვებმა, ამ ეტაპზე ძირითადად უფრო ბავშვები მოდიან ჩვენთან დროის გასატარებლად და შემოქმედებითად კავდებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე გათვლილი არის უფროსი ადამიანებისათვის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენთვის დიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განტვირთვა გავაკეთოთ სხვადასხვა შემოქმედებითი პატარ-პატარა რაღაც ნივთები შევქნათ და ამ მომენტში სხვადასხვა ძალიან ბევრი ცოტა დიდ ასაკში აღმოაჩენს ხოლმე საკუთარ თავს, რომ შეუძლია ამა თუ იმ ნივთის და ბევრი კიდეც ინტერესდება და უკვე იწყებს თანხის გამომუშავება საკუთარი შემოქმედებით და ძალიან მინდოდა ზესტაფონში ჩვენს პატარა ქალაქში ყოფილიყო სივრცე, სადაც ადამიანები იღებენ სიამოვნებას, არა მარტო დროს ატარებენ აქ, ასევე იღებენ სიამოვნებას და გამოხატავენ საკუთარ ემოციებს. მადლიერი ვიქნები თუ ამას შევძლებ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა სხვათა შორის და ბევრი დაინტერესდა, ამის მადლიერი ვარ ნამდვილად. და ვნახოთ მომავალში იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი საქმიანობა. სახელოსნოში ისწავლება ამ ეტაპზე არის ეპოქსიდის მასტერკლასი, არის თიხის მასტერკლასი, არის დეკუპაჟის ტექნიკის, მოგეხსენებათ დეკუპაჟი არის დაძველების ტექნიკა, დაძველების ტექნიკის მასტერკლასიც და ძალიან ბევრი უკვე სკოლებთან შეთანხმებით ინდივიდუალურად ვის როგორი თემატიკის ნივთი ჭირდება. იმის მიხედვით იქნება ნივთები. როგორც ყოველთვის ახლა ეს ინტერნეტი ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ერთხელ მე მუშაობდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, Smart Finance-ში საკმაოდ დიდი ხანი და საკმაოდ კარგ თანამდებობაზე და სხვათა შორის ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა მიდრეკილება ხელნაკეთი ნივთების შექმნისაკენ. ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა მამაჩემმა, იმიტომ რომ ხშირად ვაკეთებდით სულ სხვადასხვანაირ ნივთებს.
და ყოველთვის მქონდა მიდრეკილება რაღაცა გამეკეთებინა და სულ ვაკეთებდი მართლა მიუხედავად იმისა, რომ დრო არ მქონდა და დაკავებული ვიყავი. ერთხელაც ერთ-ერთი სკროლვის დროს შემხვდა უცხოელი გოგონა არის ერთი, რომელიც აკეთებდა ძალიან ლამაზ ნივთებს, საათებს და საათებით მაგიტო უფრო დავინტერესდი და იმ დღიდან მოყოლებული დავიწყე მოძიება. ჯერ მე თვითონ ვცდილობდი, რომ ინტერნეტის დახმარებით მეისწავლა, მაგრამ საკმაოდ რთული არის, როცა ეხები უკვე თვითონ ამ მასალას, აღმოაჩენ, რომ არც ისე მარტივია და გჭირდება ვიღაცა, ვინც გაგიზიარებს იმ პრაქტიკას. და ამიტომ გადავწყვიტე შემესწავლა ერთ-ერთ კარგ გოგონოსთან საქართველოში. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ვერცერთ საქმეზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა არის რთული. შორიდან ჩანს თითქოს რთული, მაგრამ უკვე როცა კიდევ ხელს, შეიძლება იმ ადამიანმაც, ვინც გასწავლოს, რაღაცა გამორჩეს და ვერ გასწავლოს თავის დროზე, მაგრამ პრაქტიკაში თანდათან შენ თვითონ საქმე გაჩვენებს, რომ თურმე არც ისე რთული ყოფილა, ასე რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა რთული და ისეთი პროცედურა არის, რომ ვინმე ვერ შეძლოს. სულ ვეუბნები ყველას, ვინც ჩემთან მოდის, გონიათ რატომღაც რომ არ გამოუვათ, ყველას ვეუბნები, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებს ამა თუ იმ ნივთის გაკეთებას. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმიანობა სხვათა შორის, მაგრამ უფრო მეტად გადმოვიხარე მე შემოქმედებითი სივრცისგან, მივხვდი, რომ ჩვენს ქალაქს მართლა ნამდვილად აკლია ადგილი, სადაც ბავშვებს, უფროსებს ექნებათ წასასვლელი ადგილი, სადაც დაკავდებიან ესე მნიშვნელოვნად და რაღაც შემოქმედებით ნივთს გააკეთებენ. მიკავშირდებიან თვითონ მასწავლებლები, რადგან ან სოციალური ქსელიდან ახლა შეიტყო ბევრმა, მე რა თქმა უნდა ზესტაფონი პატარა ქალაქი არის და ერთმანეთს ეუბნებიან. თვითონ მასწავლებლები მიკავშირდებიან და გეგმავთ რა ჯობია, როგორ ჯობია, რომელი კლასია, ისი შესაძლებლობა აქვს თავისთავად ბავშვებს და ის მიხედვით გეგმავთ ამ შეხვედრებს. აი, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ის ძველი სამსახური ძალიან მიყვარდა მართლა და ალბათ ვინც მიცნობს ბევრი დამეთანხმება, რომ მთელ სულს და გულს ვდებდი იქ. არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, იმედი არ მიწყენენ ახლა ძველი თანამშრომლები, მგონია, რომ ის 10 წელი დავკარგეთ ყველად. იმიტომ რომ ეს პროცესი ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება, აი ენერგიის წყარო. მთელი დღე, აი ერთი ჯგუფი რომ მოვა, მთელი კვირა სულ რომ არ მოვიდეს არავინ, თითქოს მყოფნის ის ენერგია, რომ ვიცოცხლო, რომ მე რაღაცა შემიძლია. 25 ბავშვი რომ მოვა, იმ 25-დან ერთს მაინც რომ დააინტერესოს და სახლში მოიძიოს რაღაცა ნივთები, ისგანაც თვითონ შექმნის რაიმე ღირებულს და თვითონ წამოვა ემოცია და გახდება უფრო მეტად თავდაჯერებული ბავშვი, ჩემთვის არის ეს ამაზე ფიქრი ისე მაბედნიერებს, რომ აი ვერ აგიღწერთ, იმ ხელა სიამოვნება არის. ჩემი გზავნილი იქნება ყველას მიმართ, რომ გავცეთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, არ მოვახვილოთ ერთმანეთს რაღაც უარყოფითი ენერგიები, მაქსიმალურად დადებითად ვიფიქროთ და გავცეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული. ეს აბედნიერებს ყველას. აი სულ პატარა რაღაც კეთილი ჟესტი დღის განმავლობაში მე ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, რომ ერთი დღის განმავლობაში საღამოს რომ დავწვევით, ხო, რაღაც მომენტი არის, როდესაც მართლა ყველა ვფიქრობთ იმ დღესთან დაკავშირებით, თუნდაც გავიხსენოთ, რომ აი სულ ერთი პატარა რაღაცა მაინც თუ კი დღეს ვიღაცას თუნდაც კარი შევუღე უბრალოდ, ან უბრალოდ რიგი დაუთმე მივხვდი, რომ ეჩქარება, აი ესეთი პატარა ჟესტები აბედნიერებს ადამიანებს. ჯორჯიან მანგანეზის ორგანიზებით დღეს დაიწყო ჩემპიონატი ფეხბურთში. ერთმანეთს ხვდებიან ფეროშენადურთა ქარხნის სხვადასხვა საამქროს ფეხბურთელები. ტურნირი ტრადიციულია, გამარჯვებული სოლიდურ პრიზებს მიიღებს, წარმატებებს უსურვებს ყველა გუნდს, როგორც წესი სპორტში ძლიერები იმარჯვებენ. შიდა ტურნირი ტარდება და გავიმარჯვეთ დიდი ანგარიშით. 4 გოლი გავიტანე და მოხარული ვარ დღევანდელი დღით, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ ტურნირში, პირველი თამაშია და შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშებშიც უკეთესად წარმოვარჩინოთ და გავამართლოთ ჯორჯიან მანგანეზის ის სახალისო ტურნირი, რომელიც ტარდება და ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი ჩემთვის. კარგი ტურნირია, მივესალმები, ულოცავ ყველა მონაწილე გუნდს ამ ტურნირის დაწყებას, უსურვებ წარმატებებს, თქმა უნდა, ჩემი საამქროს გუნდს უსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, გამოვა საკმაოდ საინტერესო დაძაბული ტურნირი და ემოციური, როგორც მონაწილე გუნდებისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ჩემს ულოცავ ამ ჩემპიონატის დაწყებას, საქანძროს გონია შესაძლებლობა და საკმაოდ კარგი ტურნირები გამოსულა და ვფიქრობ, არც ეს არ გამოვა ნაკლები, თუ უკეთესი არა, რადგან
ბევრად უკეთესი გუნდებია, რომ ფიქრობ წელს მონაწილე გუნდები და უსურვებ წარმატებას.